დასრულებულია ამ ობიექტიდან უკვე მოგესალმებით, მოსალმებული კიდეც ვიყავი კი ბატონო, როგორც ყოველთვის კიდე მოგესალმებით ამ ობიექტიდან არსებული პროექტის პირველი პუნქტის წერტილი დასმულია. ეს იმას ქვია, რომ ეს გაზაფიცირება ჩვენ ახორციელებული ამასობაში, აი შავი გაწოდებული გაუჩუქის მილე, ეს არის წყალმარაგება, ერთადერთი პოლიპროპილენის ის რაც აქვს მშენებელს კიდე ძველი სახით დატოვებული, აი ეს ქაოსურად და უფრო მაინტერესებს აი პოლიპროპილენის გაწოდებული საცავი საფრთხეობა, ხო? გაწოდებული სადენი. რატომ იყოს დაცვის გარეშე? რაც ხა ვერ გავიგე. აი ეს ჩამოკოწალებული და ვიღაცა ფეს მიარტყავს გაწყდა თქვენი უსაფრთხოებას დამთავრდა ბოლოში. აი ხო გაწყდეს ამასობაში რას იზავთ? ვერაფერს. საბარდა ხო? როგორც ყოველთვის მე თო აბატე და მიქელ გაბრიელსაო, მაგრამ რატო ხო? რატო ეძებთ? ხიმიჯებს და ხიფათებს გააკეთეთ ერთჯერ და ისე როგორც საჯერო, აი როგორც ჩვენ ვითვალისწინებთ ამას კიდე ერთჯერ ვიზახ. არსებულ მოაკვეთზე აი ესე გავიდოდა, ხო? გაზაფიცირების მილე ეგრე ჩანს აივანზე ხა გავყვეთ ამიტომ პერიმეტრში. გავაყოლეთ წყალიც და გაზაფიცირებას ხო? რა ქვია, მოთხოვნილებას გავითვალისწინებთ, მე ვარ დაგვიწყოთ ამასობაში. შეიძლება გოფრაში ეგეწოდებული პრეს გადამაპრეს. ხოლოდ გაზაფიცირების ფიტინგი. და არა იქ რო იზახეთ ხოლმე კიდე ჯერ იზახეთ და მრავალი გამეორებია რომ წყალმარაგების ფიტინგი გაზაფიცირებაში არ გამოიყენება, მას აქვს გაზაფიცირებას აქვს ეგრეთ წოდებული სპეის, ეგრეთ წოდებული სანიკები. ამიტომ უნდა გამოიყენოთ პრეს ფიტინგი გაზაფიცირებაში. შესაბამისი კლასიფიკაციის, წყალმარაგება შესაბამისი კლასიფიკაციის არის ნეჟავეიკა, არის სპილენძი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. წყალმარაგება გაუჩუქში, გაზაფიცირება ესეთი სახით აივანზე, ხო? დაცული ჩვენ ყოველს ამას ვითვალისწინებთ და აი ცოტაოდენი მოხრა, იმიტომ რომ შეგვინარჩუნებინა გადაბემის გარეშე, ხო, ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტამდე. ხო, ის როგორც ყოველთვის კლასიკურად წყალმარაგება ის არის წყალმარაგება, კი ბატონო, მოვედით და გავაჩერეთ წყალმარაგება მეგონი ამ კორპუსში არსებულ ფარში. მომპიროები ეთყობა ჩვენ ვართ, როგორც ჩანს, ვინაიდან წყალი გვაქვს უკვე ფარში. აი ეს უკვე განაწილება, ხო? კოლექტორული გაყვანილობა იქნება რაღაც სექტორული, უბრალოდ კოლექტორული რა, სექტორული განაწილება, სექტორი ვანა, სექტორი რა ქვია, სააბაზანო პროცესორი და სამზარეულო. სექტორულად დაიგდება ცივის ხელი აი აქედან. ხო, რატომაც არა, რეცირკულაციის აქ იქნება ქვაბი პლუს რეზერვაცია, ამიტომ რეცირკულაციის კონტროლი რომ მივიღოთ გაშორება გვაქვს საშხაპიაში ცხელი წყალი ეგრევე. გაზაფიცირება აქ გახორციელდება უკვე, ხო? არსებული კომპანიის შესაბამისად გაზაფიცირება ჩვენ ყოველთვის აი ამ მიმართულებას უკვე აღარ ვეხებით, ვინაიდან თუნდაც რატომაც არა კაც. მოთხოვნილებას ყოველთვის უქმდებარები მე და ვიცი რა, ნორმატივულად უნდა შევასრულო პრესპედიგებით. დაბრუნება ესეც მოსული არის, ვინაიდან აი ეს არსებული 16-იანი მილი, უკვე გამოიყვანეთ სამზარეულოს სექტორი, აგერ ბატონო. ხო და არა როგორც ყოველთვის ხო ეს ძირიდან ამოსული რატო როცა შეგვიძლია გოფრიებული ნიში არის არსებული მილი და გამოიყვანოთ სადენი. ეს უკვე ჩვენ ვნახეთ ხო? უკვე დავინახეთ ეგრეთ წოდებული ხო? სარტყელი, რასაც ქვია პერიმიჩკა ჩვენაზე, ის არის ჭუჭრის არესტი, აქედან განაწილება მოხდება ვინაიდან ჭუჭრის არესტის ჯობია ერთ წერტილზე იყოს ცივის განაწილება, ცივის ხელი სანატურად კლასიკურად აქ არაფერი არ იცვლება და დავუბრუნდეთ სააბაზანოს. ხო, სააბაზანოს რატო? აქ იქნება სარიცხი მანქანა, ეს ჩვენი ატაკის გათბობის მილები არის. შემდეგი ეტაპი არის კანალიზაცია, ხო? გვახსოვს ხო? როგორ გამოდიოდა ეწოდებული ხო? ტამოჟნია, ვიტყვიან პრინციპში ხო? საბაჟოები დაუდეთ, ვინაიდან არ მოგვიტეხონ, ხო? არ მოგვიტეხონ, უნდა გავუფრთხილოთ ერთი მეორის ნამუშევარს. ეს არის დაბოლოება კანალიზაცია 32-იანის, სარიცხი მანქანაა და მაგიტო ერთცალი წერტილი დაბოლოები. აი ეს მშვენიერი მოგონებაა ამაზე. გამოფილო ყურადღება თქვენი. აქ იქნება კონდიციონერის ეგრეთ წოდებული საწვეთური, აი ეს მოგონება ხო? ვაგვირდებით ხო? ეხლა წყალი გვაქვს შიგ ჩასმული, ვინაიდან აი ეს ხო კლაპანი. აი დონე არის იმის თავზე. როცა ამოშლება, ხალხურად მას არ გამოვიყენოთ ამასობაში ხო? პერიოდულად შეგვიძლია ზამთარში. შეიძლება არა, დაშვებული არის ზამთარში არ გამოვიყენოთ. ეს ხო? ეს ფიზიოლოგია არის, ფიზიკური მიმართულება არის, ამიტომ ის ეგრეთ წოდებული კლაპანი დაკეტავს და სულს აღარ მივიღებთ ხო? აქ უცვლელი, ანუ ცვალებადი არაფერი არა, ვინაიდან ჩავიდა ხო ეგრეთ წოდებული უკვე წეთოვანი და გაიარა ხო? ბერმუდის რეგიონიკები რატომაც არა და გამოვიდა და წავიდა იქ ესაკნება მას. სისტემა დაპრესირებულია უკვე ცივის ხელი, აი, ხო, რატომაც არა თამაში მოყავს ეგრეთ წოდებული, ხო? ტიხარი გვაქვს და ამ ტიხარში გავატაროთ გაზაფიცირების მილი, ესეც ჩვენი მიმართულება რატომაც არა, როცა შეიძლება კლასიკურად ყველაფრის გაკეთება. აი სახა ხო, საპრესიო აპარატი, ესე კი ნიშნავს იმას, რომ სისტემაც დაპრესირებული გვაქვს ჩვენ ასეთი სახით. ამას ყოველთვის ვაბარებთ, აი ასეთი სახითაც ხო? ამასობაში ძალიან ბევრი დრო წაიღო ამ პატიცემმა ჩასაშენებელს არ გაუვიოთ ხო? ამას ქვია ხო ჩასაშენებელი, მაგრამ ამასობაში
ხო, როცა ეს უკვე იქცევა კედელში, იმის გამოყვანა უკვე ეგრეთ წოდებული პარალელს მოითხოვს, ხო? პარალელური მხარე ეს ითვლება აი ამას ხვდებით, ხო? აი აქ არის უკვე თამაში მოყავს ეგრეთ წოდებული ტიხარი კედელი იქნება და ამიტომ როცა ამას ხედავთ, ეს ჩვენთვის არის კედელი, მაგრამ რა ვიცი, კიდევ ჯერ ვიმეორებ, რომ ამასობაში 30 სანტიმეტრი დაკარგო ცოტა უცნაურია ჩემთვის. ამასობაში შეიძლება ეს ჩემთვისაა მხოლოდ. მაგრამ ჩვენი მიმართულება მაინც ისაა, რაც ექვემდებარება იმას, რაც მოთხოვნილებაში დეს, მოთხოვნილებაში ნაკვეთშესაბამისად ესე იქნება დიზაინი, ჩვენს ამას ვექვემდებარებით, ხო? ვაგვედებით, ხო? ლაზერში. ეს ხელსაბანია, ეს საშხაპე, ხო, სტანდარტები, ნორმები, სიმაღლეს აღარ გავუყევით, თუნდაც ეს ინდივიდუალური არის, საშხაპე ეგრეთ წოდებული ტროპიკული, ეს არის აწყობილი, ეს არ არის საერთო ეგრეთ წოდებული. ხო, მიმართულება ვინაიდან ეს ცალკე არის, ეს ცალკე არის, ამასობაში ეს ცალკე არის, ისიც ცალკე არის. ამასობაში ამას მოვდით ფაქტიურად ნახევარი დღე, ხო, ამის გასწორება. განსაკუთრებულად აემპათივცემულის პრეს, ფიტინგებით, გადაბმების უყურე, არავითარი თხევადები, რა ვიცი ჩვენ ვიყენებთ ამას, მით უმეტეს ის რაც კედელში მოიქცევა, ასპოცეტიან გადაბა ძენძი პლუს პასტა. ცივი ცხელი, სტანდარტულად ხო გადართვა, ეს იქნება ყურმილი, ეს იქნება ტროპიკული, ტროპიკანკას რო უძახი, მე ხო გადამრჩეული იქნება ეს პატივცემული კედელი გამოიწვევს ზუსტად ზაფხულის დეკორატიული საწყლები, ჩვენი იქნება თუ სხვის გასაკეთებელი იქნება, ამასაც მომავალი აჩვენებს კანალიზაციას, იქნებით არის გამოსული სექტორი, ესეც ქონა ასახული ხო, იქიდან გამოსვლა სტანდარტის შესაბამისად, ვინაიდან ეს იქნება საშხაპი და იქნება აწეული, ვინაიდან გონები არ ექვემდებარება და არ არის ნორმირებული, ამიტომ ეს ეგრეთ წოდებული საგანგაშო ტრაპს უძახით, ის არის, იმას ვერ ხედავთ, მაგრამ ის არის უნიტაზის ქვემოთ. და აი ზუსტად ეს მაგისტრალი გასვოს ხო? მოდის აი პატივცემულიდან მიზერული დაქანები და ისიც ავსახე ხო? იქ გვაქვს უკვე 4 ხო ამასობაში იმ პატივცემულ კონდიციონერის ბლოკს, ამასობაში იმასაც აქვს პომპა, ანუ იქიდანაც ექნება ეგრეთ წოდებული აქტიური პრალივკა. ანუ 4 რას ნიშნავს კიდე ხო? არ მეზარება ამასაც აგისახათ, ანუ ეს არის ის, რომ როცა ნორმირებული, ხო, ნორმირებული კიდევ ჯერ გავიმეორებ ამას და თქვი, ამაში 22 მმ თითქოს და არა პატივცემულებო, ყოველთვის მიმართულებაზე არის დამოკიდებული. აქ გვაქვს კიდევ ავსახე და კიდევ ჯერ ვიტყვით 15 მმ. 15 მმ-ში. იმიტომ რომ, რატომ ხო, ამასობაში, იმიტომ კი არა, რომ ასე გამოვიდა, არა. მე ისე არაფერს არ გავაკეთებ, ისე როგორც გამოვიდა. ამასობაში აი ეს პატივცემული არის სარიცხი მანქანა, რომელიც ეგრეთ წოდებულ აქტიურ პრალიკას გააკეთებს, შემდეგ ჭუჭრის სარიცხი და ამასობაში აი ეს პატივცემული ეგრეთ წოდებული იქნება დამარბილებელი, სისტემური დამარბილებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს აქტიურად 3-4 საათის ციკლით გამორიცხავს მიირს. რა მაგარია, ხო, თითქოს და სპეციალურად გააკეთა ადამიანმა, ხო, საკუთარი თავის უნდა შევაკოთო. ეხლა ეს მიმართულება ამ არსებულ ინსტალაციას, ხო? ეს აი ეს ეგრეთ წოდებული საყდენი აქვს, ხო, არასტანდარტული, ხა ბუს გაუკვირდება, ხო, როგორც არის სტანდარტული ეგრეთ წოდებული კლავიშით. მაგრამ ამასობაში აი ეს ცივი წყალი შემოიყვანეთ და ერთდება ისეთი სახით, რომ ცივზე ერთდება და ის არის 220-ზე. დაერთებული, მაგიტომაც ამაზე UPS-ი ჭირდება უწყოდი დენის წყარო, ცივი, ან ცივი შემოვიდა, ცხელი გავაცხელე და ჰიგიენური თვითონ ჩაშენებული და ამასობაში აი ესეთი კარკასი აქვს, მაგრამ დაშორებას ხედავთ, ხო? დიზაინში არის ზუსტად ასახული 51.5, ხო? გაიგდება, თვითონის კედელი არის ეგრეთ წოდებული ბლოკებით, მაგრამ ამასობაში გამოსავალი, ხო? ხარისხიანი ეგრეთ წოდებული ხრახნები და ხარისხიანი, ხო, არავის არ გავარეკავებ, მაგრამ ეგრეთ წოდებული ქიმიური ანკერი. ნუ რა თქმა უნდა, თარაზოში ეს ყველაფერი, ხო, დამოც. და წარწეული არ უნდა ქონდეს, ვინაიდან სიმაღლე ისევე როგორც ჰორიზონტალი, ისევე როგორც ვერტიკალი, ყოველთვის უნდა იყოს ნორმირებული და სტანდარტებში. ეს მე ჩვენი ბოლო უკვე სახე იქნება, ამასობაში დაბოლოებას ერთდება, იქიდან ეგრეთ წოდებული გოფრებული ტრეკადი შლანგით, კი ბატონო, ერთდება აქ. უკანი შეიძლება ამის დამონტაჟებაზე განახორციელოთ და უნიტაზს დაერთება და კლასიკურად იქნება ყველაფერი. აქ იქნება ჩაშენება, თაროები და ასე შემდეგ. სავენტილიაციო არის ძამზე ჩამოდის, ამიტომ აგერა პატივცემულება მასალა დატოვებული და როცა უკვე ჩამოწევთ, ამის გამოწევას არავის არ გაუჭირდება. doncs, მეგონი ჯეჯორობით ამ ეტაპზე არაფერი არ გამორჩა, ეს იქნება კიდევ შევიძახ პირველი ეტაპი და არსებულ ფაქტში გვექნება ყველგან იატაკის გათხოვა. განსაკუთრებულად სულ წერტილში, სააძინებელში, გაობის ამას დაგვეშენია, შეიძლება ნორმირებულია, ეჯერ მეთქია და კიდევ გავიმეორებ, და ამიტომ ნომები ვერ წერტის და ეს წერტილი რატომ? ვინაიდან კიდევ შევიძახ, ხო, როცა საპრესი ეგრეთებული აპარატი გამოჩნდა და ამასობაში კიდევ ეჯერ, რომ ამით ჩვენსკენ არის ხოლმე ყოველთვის ჩვენი ხედებზე, აისახა და არ უნდა გაურბოდიეთ ხოლმე აი ესეთი სახით ყოველთვის ვაბარებ 7 ბარი. შეგრული არის სისტემა, 7 ბარი, წარმარაგება ცალკე გვაქვს, ჩვენ მიმართულებაში უკვე ის არის გამიჯნული. ამიტომ აი ეს საათი კომპასივით უნდა იყოს, ხო? გეზი. სტანდარტებისკენ ასეთ სახით უნდა დაგხვდეს აქ. ვინაიდან ასეთ სახით ვაბარებ ჩვენ პირველ პუნქტს.
მეორე პუნქტი იქნება იატაკის გათბობა და უკვე საქვაბე სექტორის მონტაჟსაც კომბინირებული ქვია. ყვავი პლუს რეზერვაცია, პლუს დამარბილებელი, პლუს დაცვა, აკვადარაჯი. ჭკვიანი მოწყობილობას გვექნება ამ მიმართულებაში ქვაბის მართვისა. ამას ყველაფერს უკვე ვიხილავთ, ხო? ორსხოვეთის მაგისტრალები ყველაფერი მოდის საქვაბისკენ და მშვენიერ არსებულ ხედებზე.